ხელების შორის განათლებისგან ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია განათლების სამინისტროსთან შეკრებილებმა განათლების რეფორმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ცვლილებების მიზანი თავისუფალი ხმის ჩახშობაა. ადგილზე სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი განათლების რეფორმის განხილვის პროცესში ჩართვასაც მოითხოვდნენ. ირაკლი კობახიძის მთავარი არგუმენტი იყო, რომ თქვენ მითხარით, რომ რატო არ მოგწონთო და რეალურად ვინც აკეთებს რეფორმას, ხო იმამ და ამტკიცოს, რომ რამდენად კარგი არის ეს რეფორმა. მათ შორის ის, რომ წირი რესურსების გამოყენება ხდება, ეს არ არის არგუმენტი, ხო? როგორც კობახიძე იძახდა, კი ესე უპასუხებ, იმიტომ რომ მართლა არ არის არგუმენტი. მათ შორის ბევრი რაღაცა კვლევა ჩავატარეთო და ეს კვლევები მაშინ, რა ვიცი, იქაც დაისვა კითხვა იმ დებატებზეც და ექსპერტებისგან იყო კითხვა, როდის ვანახებთ ამ კვლევებს და რამდენი ხანი უნდა გავიდეს, ერთი თვე, ორი თვე თუ რო გააკეთებენ რეფორმას, მე გვანახებენ ამ კვლევებს. ჩემი მთავარი სათქმელი არის სამინისტროსთვის, რომ შეწყვიტოს ეს რეფორმა და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, ვიდრე ამ რეფორმას დაიწყებდა და თუ რეფორმა არის საჭირო და მე ვეთანხმები მათ, რომ ნამდვილად არის საჭირო, ის უნდა მომზადდეს კანონმდებლობის დაცვით, 4-ვე კომპონენტის დაცვით, რომელსაც ითხოვს რეფორმის ჩატარების ფორმატი. ზოგადად რეფორმა უნდა აკმაყოფილებდეს განათლების სისტემაში 4 კრიტერიუმს: მიზანს, საშუალებას, მმართველობის ფორმასა და თავისუფლების ხარისხს.